بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. الله ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ შეხვედრაში, გამზადებისთვის ყველას ბარაქა მისცეს. ყველა ვინც მოვიდა აქ, ყველას სტუმრები ასევე ყველას იმანი და ბარაქა გაუძლიეროს. დღევანდელი გაკვეთილი იქნება ძმებო პატარა მოამზადე, რომელიც ეხება ყურანს. წინასწარ ჩვენ ვილაპარაკეთ დუაზე. თუ გახსოვთ მაგის წინაზე მე პატარა ლექსია გავაკეთე 10 ვასია, ანუ 10 რამ რაც უნდა ყურადღება მივაქციოთ რამადანში. ერთი იყო დუა გავიარეთ, დღეს კი გაგვეთე ყურანზე ინშალლა. შომამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ინა ლილაჰი აჰლინ." ჭეშმარიტ ალლაჰს ყავს ახლო ხალხი. ან შეიძლება თქვათ ახლო ამორჩეული ხალხი. და საჰაბები კითხეს შომამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ: "მან ჰუმ ია რასულალლაჰ?" ვინ არიან ესენი ია ალლაჰ შომავალო? და შომამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ჰუმ აჰლულ ყურანი." ისინი არიან ყურანის ხალხი. ჰუმ აჰლულლაჰი ვა ხასათუჰუ. ისინი არიან ალლაჰის ხალხი და მაგათი ალლაჰის გამორჩეული ხალხი. ნახეთ მეგო. ანუ ადამიანი რომელიც კარგად მოეფრო ყურანს, როგორი დიდი ტიტული მიიღო, ან როგორი დიდი სახელი მისცა შომამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ეგეთ ხალხს. აჰლულლაჰ ან ხასათუჰუ. ალლაჰის ასე ვთქვათ ახლო ხალხი, გამორჩეული ხალხი. ალლაჰმა გახადოს მაგათ შორის. და როდის იწყება ძმებო, როდის იქნება ადამიანი ყურანის ხალხისგან? არის ანუ ზოგიერთ ადამიანს გონია რომ უბრალოდ თუ შეისწავლოს ყურანზე პირად, იცის ყურანზე პირად, კარგად კითხულობს, ნამაზად კითხულობს, იცის რომელი აიათია, რაზე ლაპარაკობს და ასე შემდეგ, მაგას გონია რომ ეს არის აჰლულ ყურან. ეს არ არის ძმებო აჰლულ ყურან. აჰლულ ყურან, როგორც ალლაჰმა ყურანში თქვა: "ალლადინა ატაინაჰუმულ კიტაბა იატლუნაჰუ ჰაყყა tilawatihi." ეს არიან ის, ვისაც მივეცით ჩვენ წიგნიო, კითხულობენ ყურანსო ჰაყითო, ანუ როგორც არის ღირსიო ყურან, ისე კითხულობენ. ულაიკა იუმინუნა ბიჰ. მაგას ჯერა ყურანისო, ანუ მაგათ ნამდვილად ჯერა ყურანის. სალაფები და ალიმები თქვეს რომ სადაც ალლაჰმა თქვა რომ რას ნიშნავს ალლაჰის სიტყვები, ნიშნავს რომ ყაულიჰი იატლუნა ჰაყყა tilawati აი იამალუნა ბიჰი. ნიშნავს რომ რახან კითხულობენ ყურანს როგორც საჭირო, ანუ მოქმედებენ ყურანის მიხედვით. მიხედვით. ამიტომ მე ყურანის საკითხვა ეს არ ნიშნავს რომ შენ ხარ ყურანის ხალხიდან. ან რომ შენ ხარ ასე ვთქვათ ჰაფიზი. ჰაფიზი არ არის მე მარტო ის ადამიანი რომელიც უბრალოდ ზეპირად იზის ყურანი. არამედ ჰაფიზი ან ყურანის ხალხი, ან ალლაჰის გამორჩეული ხალხიდან არიან ის ხალხი, ვინც კითხულობენ ყურანს, ფიქრობენ ყურანის აიათებზე და ცხოვრობენ ამ ყურანის აიათებით. ალლაჰმა გახადოს მაგათ შორის. უზენაესმა ალლაჰმა ყურანში თქვა: "აფალა იატადაბარუნა ალ-ყურან." ნუ თუ არ ფიქრობენ ყურანზე. ანუ ნუ თუ აიათებს როცა კითხულობენ ყურანის აიათები, არ ფიქრობენ ამ აიათებზე. ალლაჰმა ხო არ თქვა: "აფალა იყრაუნა ალ-ყურან." ანუ მარტო ხოლო ალლაჰმა ასევე თქვა რომ ნუ თუ არ ფიქრობენ ყურანზე. ასევე ალლაჰმა უზენაესმა თქვა: "აფალა იადაბარულ ყაულ." ნუ თუ ყურადღებას არ მიაქცევენ სიტყვებს, ანუ იმ სიტყვებს რომელიც არის ყურანში. ასევე ალლაჰმა უზენაესმა თქვა: "კიტაბუნ ანზალნაჰუ ილაიკა მუბარაკუნ ლiyadabbaru ayatihi." ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენ გამოგაგზავნეთ შენ ო მუჰამმად, ბარაკათიანი წიგნი. იმისთვის რომ ისინი, ანუ ხალხი ჩვენ ყველანი დავფიქრეთ აიათებზე. ასევე თილავა, ანუ კითხვა, რომელიც არის არაბულ ენაზე, ასევე ნიშნავს ალ-ამალ, ასევე ნიშნავს საქმეს. მაგრამ ასლუ თილავა, ანუ საიდან მოდის სიტყვა თილავა, ანუ კითხვა არაბულ ენაში, ასევე მოდის იტიბა. იტიბა ნიშნავს, ანუ როცა შენ მიხვევი. ანუ როცა შენ კითხულობ ყურანს, ასევე არაბულ ენაში მაგას ნიშნავს შენ მიხვევი ყურანს. და მაგას უნდა დავფიქრეთ, მართლა მიხვევი თუ არა. მაგალითად ალლაჰმა ყურანში რა თქვა: "ვალ ყამარი იდა თალაჰა." ალლაჰი იფიცება თვრით, ანუ თვალით იფიცება, სადაც წერია რომ
ფიცომ თვით, როცა მას მიყვება. თალაჰა ასევე ნიშნავს თილავა, კითხვა და თალავა ასევე ნიშნავს მიყოლა, როცა შენ მიყვები ყურანს. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა يؤتى بالقرآن يوم القيامة وأهله الذين يعملون به. أنا القرآن أخصص الدرس مو بالقرآن. خالقنا نرتاد إما تنرتاد وينس يدخلوا بالقرآن ده مكمل بين القرآن تنرتاد مكمل بين القرآن تنرتاد. أنا أرى مرتو يدخلوا بين. أسوي شوما صلى الله عليه وسلم تقول خيركم من تعلم القرآن وعلمه. ساوك إتزود كويس كان عارسيس وينس أولوس القرآن أنا كيتون أولوس. და ასწავლის ხვებს. აქ ძმებო, ასევე მეს მეგონა ადრე იგრე. მეს მეგონა ადრე იგრე რომ ადამიანი უფრო თუ თვითონ კითხულობს ყურანს, წიდო ანუ სწავლობს როგორ სწორად წაიკითხოს და ხვებს ასწავლებს, შედის ამ აიეთში. მაგრამ დღეს ჩვენ გავიგეთ რომ თურმე ადამიანი როდის შედის ამ ჰადისში, როდის ხდება საუკეთესო, როცა კითხულობს ყურანს და მოქმედებს ამ ყურანთან ერთად. حسن البصري ერთ-ერთი სალაფი იყო, ამბობდა რომ نزل القرآن ليعمل به. ყურანი ჩამოვიდა დუნიაში იმისთვის ხალხი იმოქმედოს მაგით. ანუ არა უბრალოდ წაიკითხოს, არამედ იმოქმედოს. فاتخذوا الناس قراءتهم عملا. და ხალხი რა გაკეთეს? აიღეს მარტო კითხვაო. حسن البصري ამბობდა წარმოიდგინეთ როდის იყო ეს ალიმი. სალაფების შორის იყო რა ჩვენ დღეს თქვა, ხო? ჩვენ დღეზე. ალლაჰ გაგვასწოროს, ამინ. ამიტომაც მე ნახეთ ალიმები და სალაფები იცოდნენ რომ რაში ნიშნავს ყირაათულ ყურან, რაში ნიშნავს ხეირუკუმ მან ტაალამა ყურანა ვა ალამაჰუ, ნიშნავს რომ ადამიანი რომელიც სწავლობს ყურანს კიდე რა იგებს აიათების შინაარს და მერე ცხოვრობს იმ აიათებით. სამწუხაროა მე რომ დღეს შეიძლება ადამიანი ლოცულობდეს რამოდენიმე წელი ლოცულობს, ნამაზს ლოცულობს, სურა ფათიჰას კითხულობს და მაგის შინაარსი არ იცის. ეს არის მებო დიდი ბალა, ეს არის უბედურება. დიდი ზარალია ძმებო. ალიმები თქვენ რომ ადამიანი რომელიც კითხულობს სურა ფათიჰას ლოცვაში და არ იცის მისი შინაარსი, ანუ შეუძლია ისწავლოს, მაგრამ არ სწავლობს, მისი ლოცვა არ მიიღება. წარმოიდგინეთ რა სახიფათო მდგომარეობაში იქ ადამიანი. ამიტომ ყველა მუსლიმს არის აუცილებელი, რაც არის აუცილებელი ლოცვაში ვაჯიბი, აუცილებელი უნდა შევისწავლოს. და ასევე ძმებო ზოგიერთი ხალხი როცა კითხულობს ყურანს, მაგალითად ვიცი ყურანი არის რამადანი არის ყურანის თვე. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ხშირად კითხულობდა ყურანს. მაგრამ როცა მოდიოდა რამადანი, ანგელოზ ჯიბრილ ალეიჰისალამ ყოველ ღამე მოდიოდა შუმავასთან სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ და ყოველ ღამე კითხულობდა მაგასთან ერთად ყურანს. და ზოგიერთი ხალხი რას ფიქრობს, როცა კითხულობს ყურანს, ფიქრობს, როდის დავამთავრებ მე 10 გვერდს, როდის დავამთავრებ სურა ბაყარას კითხვას, ან როდის დავამთავრებ მთლიან ყურანის კითხვას. მაგრამ ჩვენი მიზანი ეს კი არ უნდა იყოს ძმებო. ჩვენი მიზანი იყოს, რა უნდა იყოს? უნდა ვიფიქროთ რომ როდის მე გამოსწორდები ყურანის მიხედვით. ან როდის მე ვიმოქმედებ ყურანთან ერთად. ან როდის მე გავიგებ ყურანს. ან როდის მე ვიმოქმედებ ყურანთან ერთად. ასევე ეგ უნდა იყოს ჩვენი ფიქრები შემოძმებო. არა მარტო კითხვა. ასევე შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ინნა ჰადა ალ-ყურანა იჰბუდიშ ალლაჰ მოზენას თქვა ინნა ჰადა ალ-ყურანა იჰდი ლილლათი ჰია აყვამ. ჭეშმარიტ ეს ყურანი მიიყავს ადამიანი იქ, რაც არის ყველაზე საუკეთესო ადამიანისთვის. ალლაჰმა არ თქვა კარგი, რაც არის კარგი ადამიანისთვის, არამედ ალლაჰმა თქვა ყველაზე საუკეთესო, ანუ მაგაზე კარგი არ არსებობს. როდის ძმებო, როცა ადამიანი კითხულობს და მიყვება ყურანს. ალიმები იძახიან რომ ისლამის მტრებს აქვთ ერთ-ერთი მიზეზი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაგათი დიდი საქმე რა არის, რომ ხალხამდე არ მიიყვანონ ყურანი. არ გაიგონ ყურანის კითხვა რა არის, არ გაიგონ ყურანის შინაარსი. და ეს იყო ძმებო არა მარტო ჩვენ დროს, არამედ შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის დროშიც იყო ეგეთი რამე. ალლაჰმა ყურანში თქვა, რომ კაფირები მაგ დროს იძახდნენ, ანუ ხალხს აუგზავნეთო ყურანის კითხვა, შეუშალეთო ყურანის კითხვა, ყურანის გაგება, იმედია იმით რომ თქვენ დაგებით, ანუ გაიმარჯვებთო. წარმოიდგინეთ ეს იყო ყურაიშიდების მაგ დროს უკვე მაგათი ერთ-ერთი მიზანი იყო რომ ხალხი როცა შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ხედავდა ვიღაც ადამიანი მოდიოდა საფარიდან, ან ვიღაც ახალი სტუმარი მოდიოდა მექაში, მაგ ადგილას მიდიოდა იმ ადამიანთან ყურანს უკეთებდა, ანუ ეგრევე დავას აკეთებდა. აბუ ჯაჰლ, აბუ ლაჰაბი მაგ დროს რას აკეთებდნენ? მიყვებოდნენ შუმავალს მის ზურგის უკან, ყვიროდნენ მუსიკას, ასე ხმამალა, ანუ მღეროდნენ და ეუბნებოდნენ ხალხს მაგას არ მოусმინოთ, ეს ადამიანი უბერავს, ეს ადამიანი ცუდად არის, ამ ადამიანს ჯინი ყავს. რატომ? მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანი არ მოусმინოს ყურანს.
და რამდენი იყო ყურაიშიტების ქაფირების შორის ეგეთი ხალხი, ანუ ბრძენი ხალხი ასე თქვა, რომელიც ამბობდნენ, რატომ უნდა მოусმინა აბუ ჯაჰლს, აბუ ლაჰაბს, მე რა ჩემი ჭკუა არა მაქვს. მიდიოდნენ შუმავალთან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა, ღამე ჩუმად, როცა შუმავალ სალალაჰუ ალეიჰი კითხულობდა ყურანს და თქვენ იცით რომ მაგ დროს როგორი სახლები იყო, ან ადამიანი ხმამბალად თუ რაღაც ლაპარაკობს, ისმის ადამიანს, შეიძლება გაიგოს. მიდიოდა და როცა უსმენდნენ შუმავალ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა ყურანის კითხვას, ხვდებოდნენ რომ ეს არ არის ადამიანის სიტყვები. ეს არ არის ადამიანის სიტყვები. და მხოლოდ მაგის გამო ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი მაგ დროს მიიღო ისლამი. ის გამო მხოლოდ იმის გამო რომ უსმენდა ყურანს, მაგრამ არა მარტო უსმენდა ძმებო, არამედ იგებდა ყურანს. ძმებო, უზენაესმა ალლაჰმა ყურანში თქვა, სანამ მაგას ვიტყვი, ძალიან ბევრი ხალხი იძახის და პირადად მე მქონდა ეგეთი ბევრი ხალხი, ანუ შეხვედრილი, ვინც იძახის რომ რაღაცა ზურგში რაღაცა ტკივილები აქვს მაგას, სულიერი ტკივილი აქვს მაგას. შეიძლება ვერ ზინავს, სულ რაღაცა ცუდ ხასიათზე არის. ცხოვრება აქვს რაღაცა ითქვათ, რაღაცა დანგრეული ცხოვრება აქვს და ალლაჰმა ყურანში ნახეთ რა თქვა. ვა შიფაუნ ლიმა ფის სუდურ. ყურანი არის რა? ყურნარი ან წამალი იმისთვის, რაც არის მკერდში. ანუ რაც არის, ანუ გულში. არის წამალი იმისთვის, გულისთვის. ალლაჰმა ასევე ყურანში თქვა: "ვა ნუნაზილუ მინალ ყურანი მა ჰუვა შიფა." და ჩვენ გამოვიზამთ ყურანი და ასევე ის, რაც არის წამალი. წამალი ადამიანი. ამიტომ შეიხ იბნ უთეიმინმა რაჰიმაჰულლაჰ თქვა, რომ ყურანი არა მარტო წამალია სულისთვის, არამედ ტანისთვისაც. ყურანს აქვს ეგეთი ბარაკათი, როცა ადამიანი კითხულობს ყურანს, ეს არის მისთვის წამალი როგორც სულისთვის, ასევე მისი ტანისთვის. ასევე ალლაჰმა ყურანში თქვა: "მა ანზალნა ალეიკა ალ-ყურანა ლიტაშყა." ალლაჰმა ეუბნება მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა, მაგ დროს ყურაიშიტები იძახდნენ რომ ეს ყურანი ჩამოდიოდა პეღამბარისთვის მხოლოდ იმისთვის რომ შუმავალ მუჰამედი ანუ არ იქნებოდა გახარებული. ეს ყურანი არის ცუდი მაგისთვის და ჩამოვიდა აიათი, ეს აიათი რომ ჩვენ არ გამოვაგზავნეთ ყურანი შენთვის რომ იყო ანუ ასე ვთქვათ რომ არ იყო გახარებული. ანუ პირიქით ყურანი არის იმისთვის რომ ჩვენ ვქონდეთ ამ დუნიაში სიხარული. ალლაჰმა ასევე ყურანში თქვა: "ალა ბი ზიქრილლაჰი თატმაინულ ყულუბ." ნუ თუ ალლაჰის ხსენებით არ წნარდება გულები, არ წნარდება გული. შენ თუ გაქვს ჩემო ძმაო, გული გაქვს უდად. არ ახარ ხასიათზე. რაღაცა გჭირს და არ იცი რა გჭირს. ფიზიკურად კარგად ხარ, ექიმმა გითხრა მშვენიერი კაცი ხარ, ლომვიძლიერი ხარ და ასე შემდეგ. შეხედე შენ სულს, შეხედე შენს გულს, შეხედე შენს ცოდვებს. შეიძლება ცოდვები არის ის, რასაც შენ ჩაგაგდო ამ დღეში. შეიძლება შეიტანს არ უნდა რომ გამოსწორდე. ვალლაჰი ძმებო, მე ვიცნობ ხალხს, პირადად ვიცნობ ხალხს, მაგათ როგორც მithეს, მაგათ გაუკეთეს ჯადო, ან ნუსხა. და ყოველდღე ქონდათ მაგეთ ხალხს ვასვასები ქონდათ. ეგეთ ხალხს ასევე ქონდათ რა? ვასვასები რომ თავი მოეკლათ. მიყვებოდნენ მე. თავი მოეკლათ ვასვასები ქონდა ღმერთი არასდროს და ასე შემდეგ და ძალიან ცუდღეში იყვნენ. და მეუბნებოდნენ თვითონ რომ ეს მაგათი ფიქრები არ არის. იცოდე რომ ან ჩემი ფიქრი არ არისო. ვიცი რომ ეს ვასვასია შეიტანისგან მოდი ჩემთან ვასვასები. და რა დაიწყო იმ ადამიანს რა დაიწყო? ყურანის სწავლა დაიწყო. ყურანის კითხვა. ერთმა ძმამ ასწავლა მაგას ყურანი, დაიწყო ყურანის კითხვა. და ეს რეალური ამბავია მე პირადად ვიცი. დაიწყო ყურანის კითხვა და გამოსწორდა. ეს ვასვასები რაც შადო ქონდა, ყველაფერი გაუვარა. და მაგის გამო უფრო გამოსწორდა, ლოცვას დაიწყო უფრო. აბდეში იყო ყოველთვის და ეხლა ყურანსაც იზეპირებს და ასე შემდეგ. ანუ ალლაჰმა როგორც თქვა ყურანში, რომ ეს არის შიფა, გამკურნება ჩვენთვის სინამდვილეში ეგრეა. ასევე ალლაჰმა ყურანში თქვა: "ფა იმმა იატიანნაკუმ მინნი ჰუდან ფამან იტაბა ჰუდაია ფალა yadilla wala yashqa." როცა მოდის რომ თქვენ ანუ ჩემგან თქვენთან ჰუდა ანუ სწორი გზა ანუ ყურანი და ვინც მიყვება ჩემს სწორ გზას ანუ ყურანს ვინც მიყვება ის ცუდ გზას არ აყვება და არასდროს არ იქნება ამ დუნიაში უბედური ანუ ყოველთვის გახარებული იქნება. იბნ აბასმა შუმავალ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მოწაფენ თქვა: "თაკაფარა ალლაჰუ ლიმან ყარა ჰადა ალ-ყურან." ალლაჰმა თავის თავზე აიღო, ანუ გარანტია მისცა ხალხს. ვინც კითხულობს ამ ყურანს. ძმებო, ნახეთ. ჩვენ რა კიდე გავიმეოროთ, კითხულობს რას ნიშნავს? ვინ მეტყვის? შაქრო. ცხოვრობს ყურანი კიდე? მიყვება ცხოვრობს იგივეა კიდე? სამი რაღაცა კითხულობს, მიყვება და კიდე ერთი? ამას იგივეა, მიყვება, იგივეა. დავას რა თქმა უნდა ეს მე ფიქრობს აიათებზე ფიქრობს კითხულობს ყურანზე ფიქრობს ყურანზე აიათებზე ფიქრობს გამოყავს შინაარსი და მერე უკვე ცხოვრობს. აბდულაჰ იბნ აბასმა თქვა რომ ვინც კითხულობს ანუ ვინც ანუ სამი რაღაც აკეთებს როცა კითხულობს ყურანს
ალლაჰმა თავზე აიღო, ნახე და თქვა ვაამილა ბიჰი და იმოქმედა ყურანთან, იმოქმედა ალა იადილა ვალა იაშყა. ეგეთ ადამიანი, ანუ სულ გზაზე არ წავა. მარტო სწორ გზაზე იქნება და ყოველთვის იქნება გახარებული ამ დუნიაში. ფი დუნია ვალ ახირა, როგორც დუნიაში, ასევე ახირაში. ამიტომ მე ჩვენ ყველანი უნდა გავაკეთოთ რა, უნდა ვეცადოთ ყოველ ჩვენი დღე იყოს ყურანთან ერთად. არ უნდა გავიდეს მოგო ჩვენი ერთი დღე ისე რომ არ წავიკითხო ყურანი, რაღაცა ახალი მაინც არ შევისწავლოთ. მით უმეტეს ეს ეხება იმ ხალხს, ვინც არის ეს ფათიხის შინაარსი. ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ჩვენ ძმებო, ბარნამიჯი ასე თქვა პროგრამა. დღეს წავიკეთე მე ყურანი თუ არა, დღეს რამე ახალი მიგავიგე ყურანიდან თუ არა. მზე არ უნდა ჩავიდე ძმებო ისე რომ ახალი არ გავიგოთ ყურანიდან. საჰაბები ძმებო ყვებოდნენ იბნ ომარ და ომარ ბინ ალ-ხატაბ რადიალლაჰუ ანჰუ ყვებოდნენ რომ ჩვენ როცა ვწავლობდით ყურანსო 10 აიათს ვისწავლიდით, მე ვცდილობდით რომ ამ 10 აიათით გვეცხოვრა და მე როცა ცხოვრობდით ამ 10 აიათით, უკვე გადავდიოდით ჩვენ შემდეგ აიათებზე. ასევე მინდა თქვა რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ასასრულ დღეს როცა ხალხი შევა ჯანნატში, ალლაჰ მოგახსოვს მაგას შორის, ამინ. როცა ხალხი შევა ჯანნატში, ანგელოზები ეტყვიან იმ ხალხს. წაიკითხეთ და ამაღლდით. წაიკითხეთ და ამაღლდით. ანუ როგორც ურთიერთობა ქონდა ადამიანს ამ დუნიაში ყურანთან, იგივე ამაღლებო იქნება ჯანნატში. სუბჰანალლაჰ ზმენ და რა ვთქვათ უკვე ამ ადამიანს რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ყურანს, არ აინტერესებდა. საერთოდ არ აინტერესებდა. ან ახსენებოდა ყურანი, როცა რამადანში ხალხთან ძმაკაცებთან ერთად გვერდზე ნახავს. ძმამ გახსნა ტელეფონი, მოდი მეც გავხსნე. ეგ არის მოკლედ, ეს არ არის ყურანება ყურანისთვის. შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ალ-ყურანუ ჰუჯჯატუნ ლაკ აუ ალეიკ. ყურანი იქნება ან ჰუჯჯათი მტკიცებულება შენთვის, ანუ შენ მხარეს იქნება ყურანი, ან შენ წინააღმდეგ. ეს არ არის ხუმრობა ძმებო. ალლაჰმა ყურანში თქვა, ნუ გონიათ ეს ცხოვრება არის ხუმრობა. ამიტომ ძმებო, ასე მინდა თქვა რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ვინც დააყენა ყურანი თავის წინ, ანუ იმოქმედა ყურანით, ანუ ყურადღება მისცა ყურანს, ანუ ნერვიულობდა როცა მაგალითად არ კითხულობდა ყურანს, როცა ვერ იგებდა ყურანს, ვინც დააყენა თავის წინ, ყურანი შეიყვანს ამ ადამიანს სად ჯანნატში შეიყვანს. და ვინც დააგდო ყურანი თავის ზურგის უკან, ყურანი შეიყვანს ეგეთ ადამიანს სად ჯაჰანამში შეიყვანს. ალლაჰ დაგვიფაროს. შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ყურანი და მარხვა ორივენი იქნებიან შაფიები ასასრულ დღეს. ყურანი მოვა ასასრულ დღეს და იხვის, ღმერთო ჩემო, ეს ადამიანი დგებოდა ღამე, კითხულობდა და აღძინავდა. გთხოვ, ანუ დაიცავი ეს ადამიანი. ყურანი იქნება შენი მეგობარი ასასრულ დღეს, ალლაჰ მოგახსოვს მაგას შორის. ამინ. მე მოვა მარხვა, ასაც ახლა დღეს მარხულობთ. მარხვა იტყვის, ია ალლაჰ, ეს ადამიანი შენთვის, ანუ ჭამას ანებებდა, სასმელს ანებებდა, თავის შაჰვათებს ანებებდა, გთხოვ შეიყვანა ჯანნატში. და ალლაჰმა გააკეთეს ამ ორ საუკეთესო მეგობრებს, ყურანს და მარხვას, შენ მეგობრებს, რომელს დაგეხმარება ალლაჰის იზნით, ალლაჰის დახმარებით, შეხვიდე ჯანნატში. ალლაჰ უზენაეს მე ვთხოვ რომ გაგხოდოს აჰლულ ყურანის ხალხის მიმართ. ალლაჰს მე ვთხოვ უზენაეს რომ გაგხოდოს იმ ხალხის მიმართ, ვისაც უყვარს ყურანი. ალლაჰ აზზა ვა ჯალ ვთხოვ რომ გაგხოდოს იმ ხალხის მიმართ, ხალხის შუაში, ვინც ითხოვს ყურანს, ფიქრობს ყურანზე და მოქმედებს ყურანით. სუბჰანალლაჰ ბიჰამდიჰი აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაგფირუკა ვა ატუბუ ილაიქ. ალჰამდულილlah. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ, ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და პატიჟებისთვის. ალლაჰმა მოგცეთ ბარაკა ინშაალლაჰ. გიყურებთ და ძალიან სიამოვნებს, აი გულზე მაქვს ძალიან ასე ვთქვათ, მალა მოსავეთ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს საქართველოში ასეთნაირად ამდენი მუსლიმანები ვართ. ინშაალლაჰ, ალლაჰმა უფრო გაგვაძლიეროს, უფრო გაგვაბევროს, ინშაალლაჰ, ყურანზე და სუნნაზე გაგვაერთიანოს ყველა ჩვენგანი. დიდი მადლობა და სასიამოვნოა ყველა თქვენგანის გაცნობა. ინშაალლაჰ, ვიმედოვნებთ რომ ინშაალლაჰ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ძმობა ესე გაგრძელდება ყოველთვის და ხშირად გვექნება შეხვედრა. ასსალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰუ.